საქართველოს ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს ექსპო ჯორჯიაში დასასვენებელი ცენტრებისა და ტურისტული სააგენტოების სტენდებია გამოფენილი. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქართული უძველესი ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებაც შეუძლიათ. გამოფენა, რომელსაც უცხოელი სტუმრებიც ჰყავს, 14 აპრილს დაიხურება. ტურისტული კომპანიები, დასასვენებელი კომპლექსები, ქართველი და უცხოელი ტუროპერატორები. მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 100-მდე კომპანიას მასპინძლობს. ჩვენთან წელს 100 მეტი კომპანია მონაწილეობს და მათ ეძლევათ შესაძლებლობა როგორც საქმიანი კონტაქტების დამყარების, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის. ჩვენ ვთვლით, რომ განსაკუთრებით საინტერესოა გამოფენა ამ თვალსაზრისით, რადგან მომხმარებელს ეძლევა საშუალება 3 დღის განმავლობაში ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის შესახებ. ტურისტული გამოფენა 2013 ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მხარდაჭერით ტარდება. ამ ტურისტულ გამოფენას ასევე ეწვია აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ტაილანდის, გაერთიანებული არაბეთის საემიროების ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები. ჩვენი მხრიდან იცით, რომ წარმოდგენილია დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს ამ მხრივ განვითარების, დაცული ტერიტორიების მხრივ ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს. ტურისტული კომპანიების გარდა გამოფენაზე წარმოდგენილია კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურები, ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამები, ასევე ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სანატორიუმების, პანსიონატების, დასასვენებელი სახლებისა და სამკურნალო გამაჯანსაღებელი ცენტრების შესახებ. წარმოდგენილია, რა თქმა უნდა, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული სერვისი იმ ეროვნულ პარკებში, რომელსაც ვთავაზობთ ვიზიტორებს და ტუროპერატორებს. ტურისტული გამოფენის პარალელურად ექსპო ჯორჯია საქმიანი ტურიზმის რიგით მეორე გამოფენას მასპინძლობს. დამთვალიერებელს სხვადასხვა ორგანიზაციასთან საქმიანი კონტაქტებისა და საქართველოში არსებული ტურისტული პოტენციალის გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა. არის კონფერენცია საქმიანი ტურიზმის ფორმატით, სადაც ჩამოყვანილია USAID-თან ერთად და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ჩამოვიყვანეთ სერბიის საკონვენციო ბიუროს ხელმძღვანელი და ჩვენ ვისაუბრებთ საკონვენციო ბიუროს დაფუძნებაზე. გარდა ტურისტული კომპანიებისა სიახლეებია სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებისგანაც. საქართველოს პოსტამ გადაწყვიტა, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, წარუდგინოს მომხმარებელს, მათ შორის ტურისტებსაც, ის ახალი ხედვა, ახალი კონცეფცია და ის მომავალში დაგეგმილი ახალი სერვისები, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა დაინერგოს საქართველოს პოსტაში. ეხლა ფერს ვასხამ უკვე დარეზერვინებულში და გამჩრალში, ორნამენტში ქართულში და მე საბოლოოდ მიიღებს ესეც საფრთხეს. დასვე გამოფენაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშები წარადგინა. ექსპოზიციას 50-მდე რეწვის ოსტატის ნამუშევარი აფორმებს. ეს არის ქართული ხალხური რეწვა და თქვენ ხედავთ უკვე ამ ნაკეთობებს, რაც არის წარმოდგენილი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას დაიმსახურებს ჩვენი წარმოდგენილი ექსპოზიცია. ტურისტულ გამოფენას ასობით დამთვალიერებელი ესტუმრა. გამოფენა 3 დღეს გასტანს და 14 აპრილს დასრულდება.